ბიზნესმენი, რომელსაც წლების წინ ნანგრევები მილიონად აყიდინეს, დღეს ის საკუთრებაში მიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლის გადაცემას მოითხოვს. ქონების დაბრუნება საკუთარი მეთოდით თუ უნდობლობა საქართველოს პროკურატურას დღეს რეაქციაში რა უნდა თამაშოს შეაშვილს. სრულფასოვანი და იდეალური ალბათ აღდგენა სამართლიანობის ვერ მოხდება, მაგრამ მოხდება ძალიან დიდი ნაწილის. ვინ როდის და რა ფორმით დაიბრუნებს წარწმეულს, როგორ მუშაობს პროკურატურის ახალი დეპარტამენტი, რომელშიც ათასობით საქმეა შესული. დებატები რეაქციაში საღამოს 10-ზე სამართლის აღსრულების მოლოდინში ყოფი საზოგადოება. სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ეს პროცესი. ჟურნალისტი, რომელმაც საქართველოს სკანდალი დატოვა, მოკლური ბესოხარძიანის მეგობარი თბილისში დაბრუნდა. რა აქვს სათქმელი? ირაკლი კორძაიას საგანგებო რეაქცია დღეს ზუსტად 22 საათზე. ყველა დეტალი ამ საუბრის მეანიშნებდა იმისკენ, რომ მე ალბათ გარკვეული ჯილდოს სანაცვლოდ უნდა გავჩუმებულიყავი. ტრაგედია ელის ბარაშვილის თავშესაფარში, რომელმაც საზოგადოება შეძრა. რა ეშველება ჩვენს უმწეო მეგობრებს, რომლებიც თავის დროზე პატრონებმაც გაწირეს. დღეს უყურეთ და მოусმინეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მეგობრების გადარჩენას ცდილობენ. ვიწყებთ საღამოს 10-ზე.